დღეს მოვედით კახეთში, აი ამ ლამაზ ველებზე, სადაც უნდა მოვინადიროთ გადამფრენი ფრინველები, კერძოდ მოვედით სანადიროთ მწყერზე. ყველაზე გემრიელი მაშინ არის კერძი, როცა შენ თვითონ ნადირობ, შენ თვითონ მოიპოვებ და ეს ნადავლი უნდა აქციო გემრიელ და მონადირეებისთვის საყვარელ კერძად. აი ეს არის ყველაზე დიდი ეშხი და აი ეს უნდა გავაკეთოთ დღეს. დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყოთ. ესეც პირველი ნადავლი. დადე. ესეც მეორე. 9 ვაფრინეთ, 9-დან 6 მოვკალით. ხო და ისიც ძაღლის გარეშე და ესეთი რო ყოფილიყო წარმოვიდგენია. კი გვაქვს უკვე 5 ხო ირაკლი? აია. ვაგრძელებთ. ამასობაში ეს არ დაგავიწყდეთო, დაგვალაიქოთ. გამოგვიწეროთ და აი ზარის ღილაკი. ბევრ რაღაცას ოკვირდება ცერბადრი. აი ზარის ღილაკმა უნდა შეგვახსენოთ. წავედით ახალი თავგადასავლებისკენ, წავედით. დღეს მოგვიწევს 1:20-30 კილომეტრი. გავლა. მერე კიდე შენ მოპოვებულ ნადავლს ხო ვაფშე მაგარი გემოაქვს. აი ყველაზე მაგარი გემოაქვს მაგას. ოპა, მოდი ლუსი. ოპა. ესეც მესამე. გამოვიარე ამას წინ ერთ-ერთ სოფელში და აი თუ რამე არალეგალური იყო ყველაფერი ქონდა გამოყენებული და შეიძლება რა. ამას უფრო ეშხი აქვს და ამას გავყვეთ. ესეთ მოპოვებულს უფრო ეშხი აქვს თორე. აქ იქნება ერთი. აქ იქნება ახლა შეხედეთ. აქიდან ამო. კარნახობს. სისხამდილაა და სუსტად ისეთი დილაა, რომ აი სანადირო დილა როგორიც უნდა იყოს. მოგრუბლული, არამზე, სიგრილე. ლუსიც ფორმაშია. ჩვენც ფორმაში ვართ. ოპა, ორივე. მალადეც. ისე კარგად და წარმატებით მიდის ნადირობა, რომ ჩვენი პროფესიონალი მონადირე მაყოფილია და ნელ-ნელა ჩვენც გავაგრძელებთ ახლა. აერიდან ჩამოხსნით. აია. ეხა ჩვენსკენაც ამოვა. ერთი აფრინდება ეხა აქ აი ამ კუთხეში. გძნობ. ანუ როგორც ირაკლიმ თქვა, 10 ნიავიაო, 10 ნამიაო. და შეფთხეს მწყერი და ძაღლს ნადირობა გაუმარტივდეს. 10 ნიავია. ძაღლით გასამანე. თორე კარგად იჯდა ბიჭო. დავაგდა. შესვენება გვაქვს ახლა ვისვენებთ. ჩვენ მეგობრებთან ერთად ვასვენებთ ძაღლებს და ახალი შემართებით შევდივართ ისევ სანადიროთ. გვინდა რომ საკმარისად დავაგროვოთ მწყერი და მაგარი კერძები გავაკეთოთ, დავლოცოთ ჩვენი მონადირეები, ყველა მონადირე და მანამდე კიდე თქვენ დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ და ზარის ღილაკი დააყენეთ, რომ ხშირად გაგახსენოთ ესეთი მხიარული და ესეთი მაგარი თავგადასავლები.
მოდი. Dai gogo. Ho. აღარ თიმინდებში შემოვედით. არა როგორც ვიჭები ამბობენ, უნდა იყოს. აია! ალადეც ლუსი. მოდი გოგო, მოდი შენ. აია. დავედით გავაგრძელოთ. დი. ედი. მოდია. ჩვენ გამოუშვით მე დავხვდები. დავედით. სადღაც აქ იყო. აგერავ ნახეთ. ოპა, ჩამოვარდა. აი აგერა. ოჩაღ ბიჭებს. და მეც დამწყების კვალობაზე დღეს არ ამიშავს. 10 ბალიანი სისტემით 6 დაუწერდი ჩემთან 6. არა, ცუდი სერბადრის ნადირობაც. გამოვყევით თქვენ, გამოვყევით და არინანებთ. ოჩ, აი გოგო. მომიტანე. ლეკეთმა. აი ბადრი. ვიდი ბადრი. აჰა, 4 თვალი. ომნიო. მეორე, საღო. აუ მართლა მაგრა დავიღალე, ოღონდ დედაფებს. ეს არ დავიღალე. დაჟე გომნაში რო ვიყავე. აქ დადაბული ხარ თან. იქ მაინც იცი რომ აღმართი უნდა აიარო და აქ რა დროს აგიფრინდება ის არის. ბუზია ეგ წერი გონია უთო. ცეღანე პეპე ლამიფრინდა წინ და საკმაოდ დამღლელი გამოდგა. თევანდელი ჩვენი ნადირობა. ჩვენმა მეგობრებმაც ბოლომდე გვასიამოვნეს, ყველაფერი მოგვატარეს, სადაც შეიძლებოდა რომ აფრენილიყო მწყერი და საკმარისად შევაგროვეთ. არაჩვეულებრივი დღე გამოვიდა. ძალიან ლამაზი დილა გამოვიდა სანადიროდ. სიგრილეთ ჰქონდა. 6 მონადირე ვიყავით, ეხა ერთი მეც დამწყები. გავაკეთებთ მონადირებისთვის საყვარელ კერძებს და დაგველოდეთ, გამოვყევით. იყავით ჩვენ გვერდით, დაგვალა იქეთ, გამოგვიწერეთ, ზარის ღილაკი დააყენეთ და ძალიან მაგარ ვიდეოებს გპირდებით ყოველთვის. სერბადრის გემოლოგი ისევ თქვენთან არის. როგორც დაგპირდით, დილით, როგორც ვისაუბრეთ ჩვენ ნადირობისას და როგორც ვთქვით, აუცილებლად მოვამზადებდით გემრიელ, ცოცხალ, აი ისეთ კერძს, როგორიც მონადირეებს შეშვენით, როგორიც მონადირეებს უყვართ, ეს არის მწყერის ჩაშუშული პომიდორში. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. ჩვენი კერძისთვის საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები. რა თქმა უნდა, პირველი ეს არის ჩვენი დღევანდელი მონაპოვარი, მისი უდიდებულესობა მწყერი. წითელი პომიდორი, ხახვი, ნიორი, მწვანე ქინძი, რეჰანი, ძალიან ცოტა კამა, წითელი წიწაკა, ზეთი, მშრალი აჯიკა, სვანური მარილი
და რაც თავარია მარილი. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ვწვავთ მწყერს აუცილებლად, ვწვავთ, ანუ ბოლომდე არ ბრაწავთ. ოდნავ შევაწითლებთ, რადგან მერე პომიდორთან, ხახვთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად უნდა ჩაიშუშოს. მე ვასხამ ცოტაოდენ ზეთს, ძალიან ცოტას, იმიტომ რომ საკმაოდ ცხიმიანი მწყერი მოვინადირეთ დღეს და თავის ცხიმში რომ შეიწვას და თავის ცხიმში რომ დაიბრატოს, აი იმ დოზით ვუკეთებთ ცოტაოდენ ზეთს. ტაფაზე იმიტომ ვწვავთ მწყერს, რომ თავის ცხიმში მოიშუშოს, თავის ცხიმში შეიბრაწოს, იმიტომ რომ საკმაოდ ცხიმიანი ნანადირებია დღევანდელი ჩვენი და ამიტომ სასურველია რომ ყველაფერი თავისი ცხიმით გაკეთდეს. ვდებთ მწყერს შესაწყავად. გელაცვალე. არგია. არგი ცხიმიანი გამოდგა. როდეს მონადირები კებს ავხედოთ მწყერს და ამოვატრიალოთ და ესეთ რომარეობაში დავტოვოთ, იმიტომ რომ მე პომიდორთან ერთადაც უნდა ჩაიშუშოს, მოიხავსოს, ოდნავ შეუბრაწოთ. უკვე საკმარისია მწყერისთვის. პომიდორის დასუსულს ზუსტად ეგეთ რომარეობაში უნდა. მწყერი გადმოვდოთ ცალკე თეთრზე. თუ კარგად ჩაიშუშოს პომიდორთან ერთად. ჭრით ხახს. ჭრით ნიოს. პომიდორს ვაჭრით ზედმეტ ნაწილს. ამ ყველაფერს ვათავსებთ ბუნებრივ ცხიმში, ვდებთ პომიდორს. და ამ პომიდორს შუაში ვაყრით ხახვს და ნიოს, რომელიც დაჭრილი გვაქვს. დავაფაროთ, რომ კარგად დაიბრაწოს ხახვი და ჩაიშუშოს პომიდორი. ამასობაში ვჭრით მწყერს შუაზე. ვჭრით წვანილებს. ეს არის კინძი, კამა და რეჰანი. ჭრით ასევე წითელ წიწაკას. პომიდორს მოვხსნათ კანი.
ჩავაჭყლიტოთ პომიდორი. მოვურიოთ соуს და 2 წუთი დაველოდოთ, რომ კარგად ჩაიხარშოს, ერთმანეთში შევიდეს პომიდორი და ხახვინიორი. მეტი მრავალფეროვნებისთვის ვუკეთებთ მშრალ აჯიკას. ცოტას, ძალიან ცოტა მშრალ აჯიკას. აი ყველაზე მაგარ სვანურ მარილს, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი სვანური მარილი გვაქვს. ოჯახში დამზადებული. იდაპის სვანეთიდან გამოგზავნილი. ვურევთ სუნელებს, რომ კარგად გემოები გაუჯდეს და соуსში ვდებთ მის უდიდებულესობა მწყერს. ვაცადოთ რამოდენიმე წუთი, რომ ჩაიშუშოს, ჩაიხარშოს და მერე მეტი სილამაზისთვის და მეტი სიხალისისთვის მოვაყრით მწვანილს და აი მწითელ წიწაკას, რომელიც წეღან დავჭერით და რომელიც გაალამაზებს ჩვენს კერძს. მეტი სიხალასისთვის, მეტი სიმწვანისთვის, მეტი სიცოცხლისთვის ჩვენს соуს უნდა გავუკეთოთ აუცილებლად მწვანილები. მანამდე მოვურიოთ, ნახოთ რა მდგომარეობაშია. როგორ გამოიყურება ჩვენი სუპერ კერძი. ხო, ბიჭო, ეს რა საოცრება სურნელება გამოდის. როცა გავუკეთოთ ხალასი მწვანილი, მოვურიოთ ყველაფერს ერთად და რაც ყველაზე მთავარია კერძში, ეს არის მარილის მოყრა. ნელ-ნელა დავასრულოთ კერძიც. მალე გავსინჯავთ, ისეთი სუნი მოდის, ისეთი არომატი მოდისო. ერთი სული მაქვს, როდის დავაგემოვნებ ამ ყველაზე მაგარ და ყველაზე უცხო კერძს. და აი დადგა დრო, გავსინჯოთ მწყერის ჩაშუშული პომიდორში, საოცრება კერძი, საოცრება არომატებით, სასწაული სურნელებით. ესე გადმოვიღოთ. ამ ყველაფერს და მოუხდება ლავაში. ოპა! ლავაშიც გვაქვს. ჩანგალი? ვა. ეა მაგარი რაღაც გამოვიდა, კაცო. ნათლა საოცრება. ძალიან გემრიელია. და ძალიან უცხო გემოა. ჩემთვის პირადად და თქვენ ძალიან მოგეწონებათ, რომ წადოთ. შემდეგ ვიდეოებში შემოგთავაზებთ მწყერის სხვა კერძებსაც. ჩემო ძვირფასებო, მანამდე კი დალაიქეთ, გამოგვიწერეთ, მიყვარხართ. როგორც დაგვიდი, ჩვენი შემდეგი ვიდეო გახლავთ მწყერის შქმერული. იახ, შქმერული არ მოგესმათ, ოღონდ განსაკუთრებული და ყველაზე ორიგინალური შქმერული, ეს არის მწყერით. ამ საუკეთესო კერძისთვის დაგჭირდება როგორც ჩვეულებრივ შქმერულს, ისე შემდეგი ინგრედიენტები, ეს არის აუცილებლად ნიორი, ცოტა დიდი რაოდენობით, მწყერი, რაც მთავარია და მარილი. მეტი არაფერი. მწყერს შევწვავთ პირველ რიგში
ტაფაზე, იმიტომ რომ თავის ცხიმში შეიწვას, თავისი ცხიმი გამოვიდეს, რომელშიც მერე გაჭყლეტილ ნიორს მოვთუშავთ, გავუკეთებთ წყალს და ესე ჩავალაგებთ წყერს შქმერულისთვის. ვასხამთ ზეთს, ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთს. დებთ წყერს შესაწვავად. ვაფაროთ, კარგად შეიწვას, დაიბრაწოს. მანამდე კი სანამ წყერი შეიწვება, ნიორი ჩავჭყლიტოთ და კონდეს გამზადებული. მერე იმ ცხიმში თვითონ წყერის მომწვარ ცხიმში მოვთუშოთ ნიორი. ოჰოჰოჰო, ნელა იბრაწება ჩვენი მწყერი, გამოვატრიალოთ ახლა. ისე გენახსენე. ია. ოჰო, შეიწვა წყერით. გადმოვიღოთ ცალკე თებშზე. გემრიელად და ლამაზად დაიბრაცა. და ამ ცხიმზე წყერის ბუნებრივ ცხიმზე მოვთუშოთ შქმერულისთვის ნიორი დაბალ ცეცხლზე. თუ 2-3 წუთით. ვასხამთ ცოტაოდენ წყალს და ნამდვილი ნაციონალური შქმერული ესე კეთდება წყლით. ნიორ წყალი გავამზადოთ. ძალკე და ამასობაში დავჭრათ მწყერი. დაველოდოთ ნიორ წყალის ადუღებას. მოვურიოთ შიგადაშიგ. გემრიელად გაუჯდეს. და ჩაიშალოს ჩაჭყლეტილი ნიორი და ჩავალაგოთ ჩვენი დაჭრილი წყერი და ნიორ წყალთან ერთად მოხდება მისი ადუღებაც, მოხარშვა, ჩახარშვა და გემრიელ გემოზე დავაყენოთ, ნამდვილი შქმერულის გემოზე დავაყენოთ. ოღონდ, როგორც გითხარით, ეს არის მწყერის შქმერული. და შემდეგ გავუკეთოთ მარილი ჩვენებურად. ზოგადად ნაციონალური შქმერული ყველამ კარგად ვიცით, კეთდება ქათმის ხორცისგან, მაგრამ ექსპერიმენტები უყვარს სერბადრის და ეს ექსპერიმენტი ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ და გავაკეთოთ. რავი, მე მგონი არც რაჭველებს ეწყინება, არც არავის ეწყინება და ეს ექსპერიმენტი კარგად გამოვიყენოთ, გემრიელად გამოვიყენოთ, თავარი ეგ არის და რომ გავსინჯავ, აი სული და გულით, გულახდილად გეტყვით, როგორი გემოსი იქნება. ის არ გეგონოთ, რომ მე შევაქებ ჩემ კერძს, არა. თუ კარგია, კარგს ვამბობთ. თუ ცუდია, ცუდსაც ვამბობ და რავი, ან ცუდია, ან კარგი სერბადრის კერძი და ამ ბოლო პერიოდში კარგი გამოდის ყველაფერი და აბა გავსინჯავთ მალე.
ეხლა კი მოვიდა დრო და ჟამი მოვაყაროთ მარილი. სულ მალე დადგება ის წამი, რომ შევიგრძნობთ მწყერის შქმერულის გემოს. და დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ მე ამას არ ვინანებ ამ ექსპერიმენტს და საოცარი გამოიქნება. აბა დავაგემოვნოთ შქმერული. დარწმუნებული ვარ, მაგარი გამოიქნება. და დარწმუნებული ვარ იმაში კიდე, რომ არ ვინანებ ექსპერიმენტს. ვიწვენიც ავიღოთ. ნახოთ აბა რა გამოვა. აბა ლავაში. როგორც შქმერულს უყვარს, ჩავაწოთ პური. ჯერჯერობით მწვენი საუკეთესოა. გავუსინჯოთ ხოცთან ერთად. აი ესე ორივე ერთდროულად. კიდევ გეგიცები მართლა მაგარი გამოვიდა ჩვენი ექსპერიმენტი და მონადირეებო და არა მარტო მონადირეებო, ვისაც წყერი ან გინადირიათ, ან ისე გაქვთ, იცოდეთ არ ინანებ, გააკეთეთ შქმერული, მოამზადეთ ეს ორიგინალური კერძი, დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ და მიყვარხართ.